მთავარ თემას წინა საახალწლო პერიოდი ყველა ვის გაუგია ნაძვისხის გარეშე არა, მაგრამ გარეშე არ გაგვიგია, მაგრამ არიან ადამიანები, რიგი ადამიანებისა, რომელსაც აი კონკრეტულად უნდა რომ ცოცხალი მოჭრილი ნაძვის ხე ედგას სახლში. მე არ ვეთანხმები მაგას. ნუ მე არ ვეთანხმები შეიძლება არც ოფიკო, მაგრამ ფაქტია რომ ნებადართულია რაღაც კანონები არეგულირებს, რაც შეიძლება მოჭრა რომ შეიძლება. ხო, და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩვენი სტუმარი მოვიწვიოს სტუდიაში, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ბითაძე. შემოგძანდით თუ შეიძლება. გამარჯობა. ოი, ნაძვი. მოგესალმებით. გამარჯობა, რა სილამაზეა ეს პატარა ვინ არის? ეს არის ნაძვის ხე, კი ბატონო. აი აქ მოდი ჩვენ დაგვიდგეთ მაგიდაზე. არატრადიციული ეს დამჭიდებ გაიზრდება? რა თქმა უნდა, გაიზრდება. ჯერ ენერგია, ასე ვთქვათ, ახლად აღმოცენებული. გაიზრდება და მიიღებს ჩვეულებრივ ბუნებრივ ზომებს. სტანდარტულ ზომამდე გაიზრდება. ნაძვი სხვა წიწო, სხვანაირი ნორჩია ძალიან. ნორჩია ძალიან. დიდი იზრდება ეს ხე? კი, იზრდება ჩვეულებრივი ზომით. და რამდენ ხანში მიაღწევს იმ ჩვენ სასურველ ზომას? ნუ ხა გააჩნია, ნიადაგსაც გააჩნია, მაგრამ ზოგადად რამოდენიმე წელი ჭირდება, რომ რაღაც 2-3 მეტრამდე ასეთი ვიყიდოთ, ვიდრე მოუჭრათ. ძირითადად სული ძახით, რომ ხეები არ უნდა მოიჭრას, ნაძვი არ უნდა მოიჭრას, მაგრამ ნაძვი მაინც იშრება კითხვის ნიშნით და ძახილის ნიშნით გეუბნებით ამას. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, არის გამოვლინებები, როდესაც ნაძვის ხეები იჭრება, როდესაც ზოგადად ხეები იჭრება უკანონოდ. აი დღესაც იყო ესეთი ფაქტი გამოვლენილი, როდესაც დატვირთული ავტომანქანები ნაძვის ხეებით იქნა დაკავებული შესაბამისი. მაგრამ ქალბატონო, მე ვიცი რომ არის, არ ვიცი თუ არასწორად ვამბობ, შემისწორეთ, არსებობს სპეციალური სანაშენეები ნაძვის, ნებადართულია რაღაც რაოდენობით მოჭრა ნაძვის, ამას თქვენი სამინისტრო არეგულირებს თუ როგორ ხდება ეს, აი სად შეიძლება ნაძვის მოჭრა, რა ზომის უნდა იყოს? ნუ უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ ამ თემას მიუძღვენით, ასე ვთქვათ, ძალიან აქტუალური თემაა, განსაკუთრებით წინა საახალწლო, თუ არავინ არ ამბობს, რომ ახალწელს ნაძვის ხე არ უნდა გქონდეს. გვექნება ბუნებრივი თუ ხელოვნური ეს თითოეული ოჯახის გადასაწყვეტია და გემოვნების საკითხი, ასე ვთქვათ. ცოცხალი უნდა და ძალიან ბევრ სახლში მინახავს დიდი დასრული ლამაზი გადაჭრილი ნაძვის ხე, სამწუხაროდ ესეა. რომელიც ორ კვირაში უშოთ და უფრო გულსაყრავია გადაგდებულს რო ხედავ მე აი მოჭრას აი გული გასო ცოცხალი. მაგრამ პირველ რიგში ხა ძალიან გამიხარდა თქვენ რაც თქვით რომ დააკავეთ ერთი დიდი ავტომანქანა დატვირთული ნაძვი. ძალიან მიხარი იმ ნაძვის არაფერი არ ეშველება, მაგრამ შეიძლება ეს ხვისთვის გახდეს სამაგალითო, რომ არ მოჭრას და კიდევ არ წამოიღოს გასაყიდად, ხო? აი ბოლო 2 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა სამინისტროში კლება შეიმჩნევა აშკარად თვითონ უკანონოდ მოპოვების განსაკუთრებით ნაძვის ხეების წინა საახალწლო. თუმცა მაინც ახლა სამართალდარღვევებს ვერაფერი ვერ აღმოფხვრს აბსოლუტურად და ეს გამოვლენებები მაინც არის, თუმცა დინამიკაში აშკარად კლება შეიმჩნევა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ ბუნებრივი ნაძვის ხეები შეიძინონ წინა საახალწლოდ, მორთონ და ასე ვთქვათ, გაიხარონ, როგორც აი ნათელი მაგალითი მაგიდაზე ყავს. ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, ახლა პატარა სათამაშოები არის, თუ მაინდა-მაინც ვინმეს უნდა, რომ დიდი ნაძვის ხე შეიძინოს, დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობით საკარმიდამო მონაკვეთებში, კერძო სანერგეებში, ჩვენ გვაქვს სანერგესი ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სადაც სპეციალურად გამოყავთ სპეციალური სქემა არსებობს, რომლის მიხედვითაც გამოიყვანება ეს ნაძვის ხეები, რომელთა მოჭრა, ასე ვთქვათ, შეძენა ჩვეულებრივი ლეგალურ ფარგლებში ჯდება. და იყიდება ქალაქში. ქალბატონ მაია, გეტყვით, მე ვიყიდე ქოთნით დიდი ნაძვი, რომელმაც სამწუხაროდ მხოლოდ 2 წელი იცოცხლა და მერე ჩამოყარა ყურები და გარდაიცვალა. ხა თვითონ სცენარის თავისი მოვლის წესებია და სამწუხაროდ ალბათ უმრავლესობამ არ იცის როგორ უნდა მოუაროს ნაძვს, მათ შორის ალბათ მეც, რომელმაც მხოლოდ 2 წელი რაღაცნაირად შეიძლება გადარგვა იყო უკვე საჭირო და იმ ქოთანში იყო ძლიერად გამოიფიტა, ანუ არ ბევრი მიზეზი არსებობს, ბუნებაში ცხმება ნაძვის ხეები და შესაბამისად ხეები. აი ეს ახლა ამას როგორ უნდა გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, რომ არ მომიკვდეს ისე როგორც ოიწოს, ეს მიწაში უნდა გადაირგოს, ხო ალბათ? მიწაში უნდა გადაირგოს, ან უფრო დიდი ზომის ქოთანში, რომელიც იქნება ასე ტორფით გაჯერებული და ტორფი აუცილებელია. ტორფი აუცილებელია განსაკუთრებით ზემოდან ეყრება თუ უნდა ალბათ შერევით, ზუსტი ტექნოლოგიები. ქალბატონო, მაინც დღეს ვსაუბრობთ აი ასეთ ვისი მტკივნეული თემა. რა ღონისძიებები ტარდება იმისთვის თქვენი მხრივ, თქვენი სამინისტროს მხრიდან, რომ შეჩერდეს ეს უკანონო ხისჭრა. ამ შემთხვევაში ნაძვს საუბრობთ.
ანუ გარდა იმისა, რომ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც უკანონო ხეთქის მოპოვება, მათ შორის ნაძვის ხეების იჯება კანონმდებლობით, სანქციები მერყეობს 200-დან 600 ლარამდე ადმინისტრაციულ სანქციებზე საუბარი და რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. რაოდენობას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად თან ამ სანქციებშიც განსხვავებაა 200-დან 400 ლარამდე, 500-დან 600 ლარამდე თუ წითელი ნუსხის სახეობის გარემოდან ამოღება ხდება 600 ლარამდე ავდივართ ჯარიმის ოდენობით. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მარტო ამ ჯარიმებით არ შემოიფარგლება ჩვენი სანქციების სისტემა უკანონო ხეთქის მოპოვებაზე, იმ შემთხვევაში თუ ზიანი დაანგარიშდება და ზიანი ანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანი თუ აღემატება 1000 ლარს, აქ არ არის საუბარი 500-დან 600, ეს სხვა მომენტია, ზიანზეა საუბარი, თუ 1000 ლარს აღემატება ზიანი, ამ შემთხვევაში უკვე სამწუხაროდ დგება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ანუ კიდევ ერთხელ უფრო ამძიმებს იმ პირის მდგომარეობას, რომელიც უკანონოდ ტყეში და მოჭრის ადამიანი, ვინც დაკავებულია სწორედ უკანონო ხის მოჭრისთვის. უკანონო ხის მოჭრის დაკავების ფაქტები ძალიან, ასე ვთქვათ, დინამიკაში გვაქვს. კიდევ ხოლმე ანუ ტენდენცია შემცირებულია. კი. თუმცა რა თქმა უნდა გამოვლენები მაინც არის ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, ყოველკვირეულად ახდენს ასეთი სამართალდარღვევების გამოვლენას და შესაბამისი ზიანის დაანგარიშებას. მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით. მაგრამ მაინც ძალიან დიდი არის ჩვენი ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, როგორ ხდება ამის გაკონტროლება? აი გვაქვს და თან ისიც არის აღსანიშნავი, რომ ეს ჩვენი ტყე, ანუ ის ტყე, სადაც ფეხით შეისვლება, ასე ვთქვათ, რომელიც არ არის დაქანება, ისეთი რომ ადამიანი მარტივ ძალიან მცირეა პროცენტულად, 2-3% შეადგენს ჩვენი ტყის ფონდით და ეხლა ინტენსიური ჭრა საბოლოო ჯამში გააკრობს. ნუ სამინისტრო მუშაობს იმ კუთხით, რომ ჩვენი სანერგე პლუს ჩვენი სატყეო ეროვნული სატყეო სააგენტო, ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირები აქვთ მათ შესაბამისი პროგრამა ხეების აღდგენის, ასე ვთქვათ, და კომპენსაციის, თუმცა ინტენსივობა თუ არ შემცირდა, რა თქმა უნდა, ვერანაირი 2-3%-ის განადგურდეს. რა თქმა უნდა, ძალიან ძიმე მდგომარეობაში გავივლით და უკვე შეგვეძლება რომ კლდიდან მოხსნათ. თან ეხლა ეს ხის მოჭრა არ არის მარტო ის, რომ ვიზუალურად ესთეტიური ტყობის ეკოლოგია აქ არის ნიადაგის გამოფიტვა, ეროზიული პროცესები, მეწყესაში პროცესების გააქტიურება, ანუ მთელი ჯაჭვი არის. ჟანგბადი რაც თავარი, რომელიც ყველაზე ჟანგბადზე აღარ ვსაუბრობ, მით უმეტეს სოფლიოში ესეთი პროცესები მიმდინარეობს და აქტუალურია. ქალწულმა თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა სამინისტროში, არა ვიცი, ადგილობრივ ორგანიზაციებში თქვენ ქვედა დანაყოფებში, სადაც დაუშვათ არის სტატისტიკა, რამდენი მოიჭრა და რამდენი დაირგა ეს ხე, რაღაცა ბალანსი ხო უნდა იყოს, რაღაც რაოდენობა იჭრება და რაღაც უნდა დაირგოს აუცილებლად. კი, არსებობს ესეთი რამე, მაგალითად, წითელ ნუსხის სახეობთან დაკავშირებით, ჩვენ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ, რომ წითელი ნუსხის სახეობების მოჭრაზე ის რაც იჭრება კანონიერად, მაგრამ მაინც მოჭრას ექვემდებარება, მაგალითად, ეს არის რატო ექვემდებარება მოჭრას, მაგალითად, არის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის ქვემოთ არ უნდა ეს ელექტროგადამცემი ხაზები დგას იქ წლების განმავლობაში და ელექტროგადამცემი ხაზების ქვემოთ ხეები რო გაიზრდება, ანუ უშლის პრობლემა შეუქმნის და შეიძლება გათიშვა გამოიწვიოს. ანუ მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება წითელი ნუსხის სახეობების გარემოდან ამოღება ლეგალურად, სხვა შემთხვევებიც არსებობს, რა თქმა უნდა, და სამინისტრომ გაითვალისწინა ეს პრობლემა, რომ იქ ნამდვილად არ უნდა ამოდიოდეს ხე, თუმცა ხე უნდა მრავლდებოდეს და ტყის საფარი არ უნდა გავანადგუროთ. იქითაც წლის ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლის მიხედვითაც უნდა მოვახდინოთ ადეკვატური რაოდენობის ხეების დარგვა, რაც პროპორციულად. თან აქ არის მარტო დარგვა არ არის თემა არის შემდგომი მოვლა. სპეციალური შემოღობა ჭირდება, სპეციალური მოვლა ჭირდება, რომლის გარეშეც ხე ვერ გაიხარებს. გარდა იმისა, რომ ანუ ეს სანქციების ნაწილი და კიდევ ისე თქმა მინდა, რომ უკანონო მოჭრას ხა მანდამაინც არ არის აუცილებელი, რომ წაასწრო ადამიანს რო ჭრის. მე აღრიცხავთ ალბათ ხო? ტრანსპორტირებისას, ანუ შესაბამისი ზედამხედველობის სამსახური. ანუ დღეს როგორც დააკავეთ ერთი ავტომობილი. ტრანსპორტირების დროს ხეთყის უკანონო ტრანსპორტირება ასევე ისჯება კანონმდებლობით და ტრანსპორტირებისას თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვერ წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ეს უკანონოა და დამადასტურებელი დოკუმენტი ასევე ჭირდება კერძო საკამი და მონაკვეთებიდან მოჭრილ ნაძვის ხეებს. მაგალითად, აქვს ადამიანს. ანუ მე რო ჩემს ეზოში მოვჭრა ხე, ამისთვის მე მჭირდება ადგილწარმოშობის დოკუმენტი ტრანსპორტირებისთვის, აუცილებლად მუნიციპალიტეტისგან, რომელიც დაგიდასტურებთ, რომ ეს არ არის ველური და ეს არის ნამდვილად თქვენი ეზო. ანუ სხვა შემთხვევაში თუ მე არ მექნება დოკუმენტი, დაგაჯარიმას ჯარიმას დამაკისრებელად. ამიტომ ჯობს რომ
ესეთ ხეებს მოუვაროთ ნარიკო რომელიც აი კონკრეტულად ეს რამდენი დავუშვათ წავიღე მე ეს და ჩავრგე ჩემ ეზოში რამდენ ხანში უნდა გადავბელო თუ როგორ უნდა მოუარო რა უნდა გავაკეთო ნუ ამას ჯერ გადაბელომდე ბევრი უკლია ჯერ უნდა გაიზარდოს თუმცა სიმაღლეში იზრდება ხო როგორ ჩახედული ხარ როდის უნდა გადავბელო ხო მე პატარა გაზონი მაქვს კი პატარა სცენარებს და გადაბელვის შესაბამისი ფორმის მიცემის შეიძლება ხო? რა თქმა უნდა შეიძლება ჩვეულებრივი მცენარეა. ეს წელს მაგალითად რო იყოს აი ამ ქოთანში არაფერი არ მოუვა მომავალ წლამდე. აი ზუსტად რა ნიადაგში ეხლა ეს დატոր ნიადაგში არის კი დატოვებული ნიადაგში და ნამდვილად ეთყობა კიდევაც მაგრამ რაც უფრო დიდი მოცულობის ქოთანში გადავდგა სპეციალისტს დავეკითხოთ და ის დაგვაყვალია მოკლედ მე მაყურებელს მინდა მიმართო რომ ნუ მოჭრეთ მართლა ცხებს იმიტომ რომ ის თქვენ თუ არა თქვენ შვილებს აუცილებლად გამოადგებათ ტყეტ ჟანგბადად და კიდევ ბევრი სხვა მადლობა ეს კარგი გახალწელს ნაკლები სამუშაო ქონოდეთ ასეთი და უფრო მეტი ჩაურგოთ ყველას მოუწოდებ რომ ამ შემოუერთეთ სამშენ კამპანიას თქვენ შემოგვიერთეთ ნუ მოჭრეთ ნაძვის ხეს რომელიც მიმდინარეობს და ძალიან დიდ ხარდაჭერას ვგრძნობთ როგორც კერძო სანერგეებიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან და რა ვიცი, შევხვდით ახალ საქმეს აკეთებს წინასწარ ახალწელს და მე იმედი მაქვს რომ ბევრი ნაძვის ხე არ მოიჭრება. აი მეგობრებო, აი ესე დავასრულებ და გავავარდეთ. ეს მარტივია იზრუნე გარემოზე. ეს მარტივია იზრუნე გარემოზე. რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით დროებით.